ცხოვრება სახლში უნდა ვიჭდე და არაფერი ვაკეთო, ხო? მოიცა, აბა გინდა ხო გული გამიხეთქო და მომკლა? მოიცა. მამა, თეკა. შვილო. შენი პატრონები ვართ ჩვენ. მეტი გვიცხოვრია. ვიცით სამყაროში რა და როგორ არის. ჩვენ უფრო კარგად ვიცით შენთვის რა არის უკეთესი. რა სამყარო, მამა? მთელი ცხოვრება ამ სოფელში ხართ და ამას ეძახით სამყაროს? ბავშვობიდან იმისთვის ვისწავლე იმდენი, რომ ბოლოს ჩემთვის სწავლა დაგეშალოთ და გათხოვდიო გეძახო. ვინ გიშლის შვილო სწავლას? დადექი და ისწავლე აქ. მერე სოფლის სკოლის მასწავლებლად დაიწყებ მუშაობას და ასწავლე ბავშვებსაც. არა, მამა. ვერ ხვდებით, რომ სხვა მიზნები მაქვს. რა მიზნები, დედა? რა მიზნები, შვილო? ოჯახი არსებობს შენთვის საერთოდ რამეში რო გაგვითვალისწინო, ა? აი გეყოლება ქმარი და ის ატარე მერე შენ ხუშტურებზე. და სანამ ჩვენ გვაბარიხართ, შვილო, ჩვენ უკეთ ვიცით რა არის შენთვის უკეთესი. კარგი თეთა, რა ხუშტურები. ხალხი ამაყობს. ტელევიზორებში აჩენენ იმ ბავშვებს უცხოეთში რომ მიდიან და თქვენ? სხვები ვართ ჩვენ. ჩვენ შვილზე უნდა ვიზრუნოთ. სხვებმა მიხედოთ თავისას. შემიძლია რაც გაუგებარი ხალხი ხართ. მამა, მოდი აქ თეკლა. განებით. დამშვიდება და გადაუვლის. ლაშვები მეთქი. გამისკდა გული. რატო არ ხარ საზეიმოდ გამოწყობილი? რა გინდა რა? დაჯექი? გასვე. დაჯექი. ბატონო ზვიად, ამ თვეში უკვე მეორედ ხელფასთან ერთად თქვენ მიიღეთ დანამატი იგივე პრემია. რა მაგარია, ვიცოდი რომ ქეში უფრო მეტ ეფექტს მოახდენდა ვიდრე SMS-ი და ამიტომ არ დავიზარე, მივედი ბანკომატთან, გამოვიტანი და მოგიბრძანე. მიცნობ რა. რა შვებიე? სულ მაინტერესებდა ახალ კუპიურას როგორი სუნი აქვს. ჯერ ერთი ახალი არ არის და მილიონ კაცია გამოვლილი. რამე ახალი ვირუსი არა იქ. არა უშავს, მაინც კარგი სუნი აქვს. ხო, ირინამ ჩარიცხა. ეს ირინა მართლა მაგარი ჯიგარი ქალია რა. ხო, რავი არის რა. რა ვიფიქრեցი? აი, სულ რო ირინასნაირი დამკვეთები ყავდეს, რა მაგარი იქნება? აი რა. თავის დროზე ჩარიცხა ფული მეტი ხო არაფერი უქნია რა. ბიჭო, თავისი ოფისის გახსნაზე დაგპატიშა. მერე საჩუქრად ვისკი გამოგვიგზავნა. შენ რა გჭირს? რა მჭირს? ესეთი უმადური როდიდან გახდი? აი, მიხედე რა შენ საქმეს რა. ერთი წამი არ მასზე იმო. არა ისე ხუმრობა იქით იყოს და მართლა მაგარი ქალია. ხო, არა, კაი ქალია. გევასება, კაი, ბიჭო, ნუ მაიმუნო, მიხედე რა შენ საქმეს რა. ესე იგი ევასება. როგორ ხარ? როგორც ყოველთვის. ჩემი უკეთ იყო. შენ როგორ ხარ? მე კარგად. შენ რო ხედავ კარგად. ზუსტად მაგ საკითხზე მინდა და შენთან ლაპარაკი. ჩვენზე? ხო, თუ შეიძლება რომ ესე ითქვას. ავნერვიულდი. მეც უფრო ადვილად წარმომედგინა. გისმინო? უკეთ ბევრი ვიფიქრე ჩვენზე. და რა მოიფიქრე? მართლა ძალიან მიყვარხარ, დიდ პატივს გცემ და მინდა რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო. მაგრამ ჩემთან ვერ იქნები. ბოდიში რა. მგონია რომ არ ცდილობ რომ ბედნიერი იყო. არა, უბრალოდ ეხლა
სიმშვიდის და ბედნიერებისთვის ვჭირდება, რომ მარტო შულზე და დედაზე ვიფიქრავ. და შენზე, შენ გრძნობებზე? ნიკა, აი ხლა მხოლოდ შენ მხარდაჭერა მჭირდება ამ გადაწყვეტილებაში. იმედია გამიგებ. სხვა რა გზა მოქვს? დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ელენე! ელენე! აბა, ჩემო საყვარელო. როგორ ხართ? ეს სიარული შეიძლება თქვენ. ყველაფერი შეიძლება, მოდი დაჯექი. მითხარი, შენ როგორ ახარ? აი, რა საქმე გაქვს ისეთი, რომ ამდენ ხანს ვერ ჩამოხვედი? რა ვიცი, არის ბევრი საქმეა. შეკვეთებია. იცი რა ყობა, ძალიან ნერვიულობ შენზე. იქნებ დაანებო იმ სამსახურს თავი და ჩამოხვიდე რა. ხო გვაქვს ეს ფული და კაიხას გვეყოფა. მერე თბილისშიც იშოვი სამსახურს. ნუ ბოლოს და ბოლოს საკუთარ საამქროს გააკეთებ. იცი ელენესაც როგორ ენატრები? ხალბატონო ეთერ. რაღაც მინდა რომ გითხრათ რა. რაც გინდა ის მითხარი, ისე მომენატრა შენთან საუბარი მთელი საღამო მოგისმენ. ყველაფერი. მამიკო, სიყვარო. როგორ მომენატრე ღმერთო. გენაცვალეთ მე თქვენ. ხა წავალ თავი ამდგირდა. წამალი რამე ხო? არა, დავწევებით და მე და შენ მერე ვიჭორავ. მა იცი როგორ მომენატრე. ვაიმე, მამიკო, შენ არ იცი მე როგორ მენატრებოდი. ჩემო სიყვარო. ანა ახლა ისე ერთად ვიქნებით? ელენე მომისმენ. კარგი რა, მამა, ხო გთხოვე. დედას მე მეტყვი და დარჩი რა, ჩვენთან გთხოვ. არა, მამიკო, ვერა. ეგრე არ გამოვა, მაგრამ გპირდები. აი გპირდები, რომ აი როცა შანსი მომეცემ, აი სულ შენთან გამოვიქცევი, რო გნახო, მა. სულ რაღაცებს რატომ მეუბნები? არ შეიძლება რომ კარგი რაღაცეებიც მითხრა როგორც ადრე. კარგი არ არის, მა, ეხლა ერთად რო ვართ. ისე არა. კაი რა, მამიკო, რა მოდი ეხლა აი ამ მომენტით დავტკბეთ რა. და სხვა დროზე არ ვილაპარაკოთ, კარგი? კაი, მაშინ სანამ წახვალ, მაგარი რამე ვითამაშო. რა ვითამაშოთ? არ ვიცი, წამი ჩემს საყვარელ ადგილას წაგე. წავედი, მე საყვარელო. მამა, წაჰა ესე წაიგე რაღაცები. გასვერ. მე წავიღო გასაღები თუ წაიღებ შენ? წაიღე რა, მაინც ჩემამდე მოდიხარ. კარგი. წავედი მაშინ მე. მიდი შენც. ზვიად. ერთი კარგი იდეა მაქვს. აბა. პრემია ხო არ აუღნიშნა. ეხლა ეს ფული თუ დასალევში დავხარჯე, რა გამოვიდა, ჰა? ჭკუა გისწავლია ხო იზიში? ბიჭო, მე ვკისრულობ და არა რა, მაგარი დაბრედილი ვარ. აი ხლა ლოგინის გარდა არაფერი არ მინდა. სხვა დროს იყოს. იცოდა ვიმახსოვრე. აი შენი ამბავი რო ვიცი, მაგას ვერ დაიმახსოვრე. ჩაიწერე კასპერ, ჩაიწერე. წავედი. საით. თუ ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამბის გასაგებად მოხვედით, დიდი მადლობა ჩაირიცხა. უფრო სხვა რამის გასაგებად მოვედი. მაინტერესებს საღამოს რა გეგმები გაქვს. რა გინდა ჩემგან? რას გულისხმობ?
ვერ გავიგე რა. შენი თქმით ის ღამე უბრალო განტვირთვა იყო და. მერე? რა მერე, ანუ რისთვის მოხვედი ახლა? ვიტყვა რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ ჭირდება განტვირთვა. თუ სახლში გირჩევნია, მაშინ მეწავალ. ეთო მომეცი რა გამოვშტერდი. მომეცი მე დავასხავ. რა არის მე ვერ დავასხავ? რა გჭირს შენ დღეს? რაღაც დაბნეული და განერვიულებული ხარ. მოხდა რამე? არა, მართლა არაფერი არ მომხდარა. აბა ამ შუაღამეს ჩემი თავი რა მოგანდატრა. ხო იცი მე შენ სულ მენატრები. მოვედი. მოდი დედა. ნუნუ. როგორ ხარ? კარგად, მარი. როგორ უნდა ვიყო, კარგად. მე ცოტა დავიღალი და წავალ წამოწევი, კარგი? დაწექი. მარი, ერთი წუთით. რაღაც მინდა კითხო. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა ეპილაციის აპარატის შეძენა. რაღაც თავის კლინიკა უნდა რომ გააკეთოს და რაღაც მინდა კითხო. ისმენ. არა, ჯობია აივანზე გავიდეთ, თორე ეთო დაიღლება ჩვენი საუბრით. რა შემაწუხებ, ნუნუ, ვერ გავიგე, რა ხდება? გოგო, მაცადე ჰაერზე გავალ ცოტა ხანი. კაი? შენ ჯეკი ჩაი დალია. წამოდი. მართლა როგორ არ გწხვენია. რა ხდება? რა ხდება? მე ხლა ეთერის რო არ უფრთხილდებოდი, აქ იცი რა ამბავს ავტეხავდი. გამაგებინე რა ხდება. რა შუაშია დედაჩემი და საერთოდ რა ამბის ატეხვაზე ლაპარაკო. ვერ ხვდები ხო? მე შენ ხო გაგაფრთხილე ნიკას თავი დაანებე მეთქი. გამაფრთხილე რას ნიშნავს გამაგებინე და მე კიდე მე და ნიკა შორის საერთოდ არაფერი არ ხდება, უბრალოდ მეგობრები ვარ და მეტი არა. შენ მაგას მეგობრობას ეძახი? რაც მე დღეს ჩემი თვალით დავინახე. მე არ ვიცი რა დაინახე, მაგრამ რასაც გეუბნები ეგრეა. რა უსინდისოდ მიყურებ თვალებში და მატყუებ. დღეს ჩემი თვალით დავინახე ჩემ შულს როგორ ეხუტებოდი. კი, ნუნუ, მაგრამ რა მაგრამ? ჩემ შულსაც გინდა თავგზაუბნიო, არა? და გააუბედურო. შენ კობასთან ვერ დაგილაგებია ურთიერთობა. ქმარი სახლიდან გააგდე და ეხა ჩემ შულს მიადექი. ხანდახან გონია რომ კობამ თავს უშველა შენგან რო წავიდა. შენ მართლა ვინ ყოფილ ხარ? შენ ახლა მემუქრები? თქვენი კეთილის მსურველი გახლავართ. კეთილის მსურველი? მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელ თვალებს დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს